სად უნდა წახვიდე მეგობრებთან ერთად თუ არა ყაზბეგში. დილის 8 საათზე გავედით თბილისიდან და პირველი გაჩერება გქონდა ანანურში. ვნახეთ საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი და არაგვის ერისთავთა ციხესიმაგრე. ეს საოცარი ადგილი გადავიღე დრონითაც და გავემართეთ ფასანაურისკენ, სადაც შეგიძლია ჭამა უგემრიელეს ხინკალი და იჯომარდო. მივედით ბანაკში, რომელიც მდებარეობს რესტორან ჩაბარუხის პირდაპირ. სანამ ჩვენ გარემოთ ვტკბებოდით, მოვიდა ინსტრუქტორიც, ნავიც გაამზადეს, გამოვიცვალ და წავედით დაშვების ადგილისკენ. ჩავიცვით შესაბამისი აღჭურვილობა, ინსტრუქტორმა აგვიხსნა წესები და გადაგვანაწილა ადგილებზე. ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის პირველი ჯომარდობა იყო და ცოტა ეშინოდათ, მაგრამ ყველამ საოცარი დრო გავატარეთ, ვიხალისეთ, ცოტა ექსტრემიც ჰქონდა და ჩამოვედით ცოტა სველები და გაბრწყინებულები. შენც თუ გინდა ეს საოცარი გამოცდილება მიიღო, დაგიტოვებ ნომერსაც. წყალმა მოშიება იცისო და აქედან წავედით სტეფანწმინდისკენ. ცოტა ხანი მოგვიწია საცობში დგომა და გავჩერდით რესტორან წანარეთში. რაც შევუკვეთეთ, ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი და მსუყე ქათმის ალთის გარდა. პირველად გავსინჯე მოხევრი ხაჭაპური, რომელსაც 9 კილო ყველი ჰქონდა შიგნით. აქედან წავედით სნოში, სადაც არის აქაური უნიჭიერესი ადამიანის მერაბ ფირანიშვილის ქვაში ნაკვეთი ქანდაკებები. აქ ნახავთ ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ყაზბეგს, ვახტანგ გორგასალს და სხვა გამორჩეულ ადამიანებს. სნოდან წავედით სტეფანწმინდაში. დაჯავშნილი ჰქონდა ეს ორი კოტეჯი, რომელსაც ძალიან ლამაზი ეზო აქვს, მაგრამ თვითონ კოტეჯში რაღაცები იყო გაუმართავი. ცოტა ხანი დავისვენეთ და წავედით რუმსში, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა არის საკმაოდ გაფუჭებული, უამრავი ორმოა და სედანით განსაკუთრებით რთულია გადაადგილება. ცოტა ხანი ტერასაზე გავჩერდით და აქედან ფეხით ავედით ელიას მთაზე. ვიარეთ ასეთ ლამაზ ადგილებში, გადავიღეთ ფოტოები, ვისიამოვნეთ ამ საოცარი ხედებით და ჩავედით უკან მანქანებთან. კოტეჯში მისულებმა უკვე დავიწყეთ სამზადისი მწვადებისთვის, თან უკვე ძალიან გვშიოდა და ერთი სული ქონდა, როდის შეიწვებოდა ხორცი. იქამდე დავლიეთ ცოტა სასმელი, გავარჩიეთ სიმინდი და დავყარეთ ცეცხლზე შესაწვავად. აქაურმა თანამშრომელმა ირაკლიმ გამოგვიტანა ახალგამომცხვარი უგემრიელესი პურიც, მოგვეხმარა ცეცხლის დანთებაშიც, მწვადის შეწვაშიც და მოკლედ ყურადღება არ მოგვაკლო. ყველანი ერთად მიუჯექით ჩვენს სუფრას და სასიამოვნო დავასრულეთ დღე. მეორე დილით დავტოვეთ ჩვენი კოტეჯი და წავედით გველეთის ჩანჩქერის სანახავად. გავიარეთ დარიალის ხეობა, რომელიც არის სასწაულად ლამაზი. აქ მანქანა გაგვეჭედა და უკან გამოვბრუნდით, ამიტომ ვინც წახვალთ, პირდაპირ პარკინგზე გააჩერეთ და წადით ფეხით. დაახლოებით 35-40 წუთი დაგვჭირდა ასასვლელად, გზაში თან ყველაფერს ვიღებდი. ძალიან ლამაზი ბილიკი არის, მინიშნებებით და მარტივად ახვალთ. მე პირველად ვიყავი აქ და ძალიან ვისიამოვნე ამ პატარა ლაშქრობით. ჩანჩქერი ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდინარე დევდორაკის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და მისი სიმაღლე არის 30 მეტრი. ჩემი დრონი როგორც ამოვასეირნე, ისე ჩავასეირნე, რადგან საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და არ გამოვიდოდა ისეთი ლამაზი კადრები, როგორც მინდოდა, ამიტომ ჩამოვედით მალევე უკან და წამოვედით თბილისისკენ. გზაში ცოტა გაგვიწვიმდა, საკმაოდ ნისლიც დაგვხვდა გუდაურის გზაზე და გემრიელად რომ დაგვესრულებინა ჩვენი ყაზბეგის გასვლა, არაგვისპირში გავჩერდით მადურში, რომელიც სამი უსაყვარლესი დის ბიზნესია. ყველაფერი რაც მოგვიტანეს იყო უგემრიელესი, განსაკუთრებით კი მომეწონა ეს წვენი და მხლოვანა. ამიტომ გზად გემრიელად ჭამა თუ მოგინდება, ეს ადგილი შეინახე და ჩემი გვერდის გამოწერაც არ დაგავიწყდეს.